ამბავი წება ისე რომ თბილისში ახალგაზრდა ბიჭები ზაფხულში დრო რომ მოკლან საღამოობით ყვებიან თითო ამბავს. თქვათ მე ვარ ტაროლოგი ნონა. აშკარას რომ გულის ვარც უფრო უყვარს დურმში ხანვიდრე პირიქით. ვნებამ ყველაფერი გადაფარა მის ცხოვრებაში. თითქოს ნორმალურობა გახდა თანამედროვე საქართველოშიც, რომ კითხავებთან და ნათანხმელებთან იარო. ChatGPT-ს რაღაც ამოტრიალდებულ ყავის ჭიქას უგდებენ და მკითხავს. სამ ავტორს ეწია ეგეთი ბედის წინამდვილეში. მედეა მეორდება შეიძლება ითქვას. ძალიან ბევრი კარგი ქართული ტექსტი საერთოდ გავიდა საზოგადოებრივი სივრციდან. უვიცები და მეკრთამეები, როცა იკრიბებიან, მერე ვიღებთ ტრაგედიებს. სახელმწიფოს მოხელეებმა არ იციან როგორ აშენონ ციხესიმაგრეები. ატკატებმა იცის ეგ არცოდნა. ვის ეშინია ლიტერატურის? იმათ, ვისაც ეშინია თავისუფალი აზროვნების. ის არაფერი როგორ არ შეიცვალა ისევ. ერთმანეთს ხვდება ორი საქართველო ამ ადგილას. არაჩვეულებრივი პასუხია. და ეს ხალხი რატომღაც დავიწყებული არის თანამედროვე საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ასეთი კარგი ტექსტის გახსენებისთვის. თაროზე შემოიდო და მას მტვერი ადევს. ჩემი სტუმარია გიორგი ჯავახიშვილი და მასთან ერთად ვისაუბრებთ სურამის ციხეზე. მოგესალმებით, ვიწყებთ ჩვენს პოდკასტს მის მინეზე ერთი წიგნი და სანამ წიგნზე საუბარზე გადავიდოდეთ, მინდა გთხოვოთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიწეროთ კომენტარები, დააშიაროთ, ამით თქვენ დაეხმარებით ჩვენი არხის წინსვლას. ასევე ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სპონსორს მთისწყალს, ეს არის წყალი ბრომატის გარეშე და ერთი წიგნის სპონსორი და მადლობა საქართველოს უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს შესანიშნავი სლოგანი, რომ მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს სამყაროს შეცვლის იდეა. ინოვაცია ხდება იქ, სადაც ერთმანეთს ცნობის მოყვარეობა და გამბედაობა ხდება. დღეს კი ჩემი სტუმარია გიორგი ჯავახიშვილი და მასთან ერთად ვისაუბრებთ სურამის ციხეზე დანიელ ჭონქაძის, რომელიც პერიოდულად მივიწყებულია ხოლმე და პერიოდულად მერე ისევ პოპულარული ხდება. მინდა ვკითხო გიორგის რატომ აირჩია ეს წიგნი დღეს სასაუბროდ? მოგესალმებით, დიდი მადლობა. როცა ვლაპარაკობთ ხოლმე ქართულ თანამედროვე პროზაზე, ჩვენ რატომღაც პირველი გვახსენდებიან ეს თერგდალეულები და შემდგომ ალექსანდრე ყაზბეგი მაგალითად და გვაუწყდება ეს პირველი გზამკვლევები, ვინც ასე ვთქვათ, შექმნა ქართული პროზა იმ ფორმით, რომ შემდგომ გახდა ინსპირაცია სხვებისათვის. ასეთი არის მაგალითად დანიელ ჭონქაძე, ლავრენტი არდაზიანი და ეს ხალხი რატომღაც დავიწყებული არის თანამედროვე საქართველოში, არა და ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ სეკულარული თანამედროვე ქართული ლიტერატურა სწორედ ამ ადამიანებს განიწყება და მით უმეტეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს კონტექსტი, როცა ეს იქმნება. ეს მე-19 საუკუნე. ხო, კონტექსტზე რო ვისაუბროთ. რაღაც ბატონყმობის წინააღმდეგ გალაშქრებათ ითარგმნა. აი ფილიპე მახარაძეს ხო აქვს შრომა ამაზე, რაღაც მხოლოდ ეს ერთი ასპექტი, რაც ჩაგვრა მგონი ამ ტექსტის მარტო ეს ერთი ბატონყმობის, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი აკაკი ბაქრაძეს აქვს მაგალითად, რომ მაშინ ეს ახლა დიდი გაბედულება არ იყო, იმიტომ რომ უკვე გამოვიდა ეს დეკრეტი ბატონყმობის გაუქმებაზე და შეიძლება იქოს რაღაც კონიუნქტურაც კი იყო, რომ ბატონყმობის წინააღმდეგ ეწერა, ხო? მაგრამ მაინც ისეა. საინტერესოდ აქ წარმოდგენილი ეს თემა. ნამდვილად თან უნდა შევხედოთ დროს, როცა ეს იწერება. ეს არის 1850-იან წლების მიწურულე. სამყარო ამ დროს ხდება უფრო ძალიან ფართო მეცნიერული კუთხით თუნდაც და აქ ცალსახად ერთი შერი არის ისტორიული და ეს კონტექსტი, მაგრამ მეორეა თვითონ სამყაროს აღქმა როგორი უნდა იყოს მოდერნული ადამიანისთვის. და დანიელ ჭონქაძე მიუხედავად იმისა, რომ რაღაც რელიგიური განათლების მატარებელი ადამიანი არის, ის ინტელექტუალიც არის ამავდროულად და ტექსტში იგრძნობა, რომ ის ამბავს ყვება ინტელექტუალების სახით, ანუ მოთხრობას როცა გადაუშვით, ჩვენ არ შეგვეფეთება პირველივე ეტაპზე ეს ძირითადი პერსონაჟები. ამბავი წება ისე რომ თბილისში, მე-19 საუკუნის თბილისში, რომელიც საკმაოდ ხმაურიანია, მრავალფეროვანი და მრავალეთნიკური, ახალგაზრდა ბიჭები ზაფხულში დრო რომ მოკლან საღამოობით ყვებიან თითო ამბავს. და ეს ბიჭები არიან აშკარად იგრძნობა, რომ ეს განათლება მიღებული უკვე რაც შუა საუკუნეების შთაბეჭდილებებისაგან განჯადოებული ადამიანები და ისინი სკეპტიკურად უყურებენ არსებულ ცრურწმენებს, არსებულ პოლიტიკურ მოცემულობას, არსებულ
უნდობლობას თუნდაც სამყაროს იმ მეთოდის მიმართ, რასაც ვეძახით მეცნიერულ მეთოდს და ერთი საერთოდ ლიბერალ კნიაზია. ერთი ლიბერალ კნიაზი არის, ერთი ფილოსოფოსი ალექსი არის და თან ძამშოვანი არის, რომ აშკარად ყვებიან ამბავს ისე, რომ ნაცნობი არის მათთვის ეს ლეგენდა. ანუ ლეგენდას ყვებიან სხვადასხვა ფორმით და იკვრება ერთი დიდი ამბავი, ხო? და აქ კიდევ ერთი დეტალი არის ის, რომ თავად ავტორიც აშკარად იმდენად იყო მოგზაურობაში განსწავლული, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ხან იცხოვრა ვლადიკავკაზში, ხან რუსეთის სამხრეთ ნაწილებში, ხან თუნდაც თბილისში და თუნდაც მცხეთა-მთიანეთში, ხო, რომ ის იცნობს კარგად არსებულ შფოთებს, არსებულ უკმაყოფილებას, რაც არის საზოგადოებაში და არსებულ სტერეოტიპებს, რომელიც მრავლად არის. იქნება ეს მკითხავებთან სიარული, იქნება ეს ახმოვალი ვაჭრობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არა თუ ეფუძნება კეთილსინდისიერებას, არამედ პირდაპირ გაგებით რაღაც მოტყუებას, გადაგდებას და ამ ხრივაც საინტერესო არის თანამედროვე საქართველოსთვის. ხო, და რაღაც ახალი სოციალური ლიფტია ეს. ფენაჩნდება და ძალიან გავს ეს იმ მოცემულობას, როცა ყველა ფერზე მიდიან ადამიანები, ოღონდ საკუთარი კეთილდღეობა ქონდეთ გარანტირებული და მზად არიან საკუთარი შვილები ჩაატანონ პირდაპირ გაგებით კედელში, ოღონდ მათ არ შეექმნათ საფრთხე და მათ ქონდეთ საკუთარი უზრუნველი ცხოვრება და სტატუსი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი არის. ხო, და ზნეობრივ არჩევანსაც აკეთებენ ამის მიხედვით, ანუ კეთილდღეობის ეს ძალიან აშკარად ჩანს. და ბატონყმობაზე ესე პირდაპირ მაგალითად ვერ იტყვი, რომ ცალსახად ყველა ბატონი უარყოფითად არის. ესე იგი, ამბივალენტურია როგორც ბატონები, მათაც აქვთ რაღაც დადებით. ეს ხა ეს ქალბატონი, რომელმაც მე გულისვარდი, თქვა, გაათავისუფლა და დურმიშხანიც გავუშვა, არ არის ისეთი ბოროტი, როგორც თქვა ოსმან აღას ბატონი, ხო? აქაც არის განსხვავებული, ამათშიც არის დიფერენცირება და საკმაოდ რთული მექანიზმია ადამიანი ეს ჩანს, რაც ასევე მაშინდელი ქართული რომანისთვის ასე მიდგომა, ამდენი ფსიქოლოგიზმი და რაც თავარია ვნების ასე წარმოჩენა და დღესაც საინტერესო ალბათ ამიტომ არის, რომ ეს არ არის მხოლოდ რაღაც სოციალურ სტრუქტურის კრიტიკა და გაცილებით უფრო დიდი არქაული ამბავი, აი რაღაც მედეა მეორდება შეიძლება ითქვას, ხო, ერთის რაღაც შურისძიების თემა, ქალისგან შურისძიების თემა არის ძალიან ისე წარმოჩენილი, იმიტომაც მგონია, რომ ერთი საუკუნის მერე შეიძლება ეს იყოს კვლავ პოპულარული ახალგაზრდებში. არ ვიცი ხა რამდენად მკითხველები ასე მასიურად ინტერესდებიან სულ ამის ციხით, მაგრამ მე ვფიქრობ უნივერსალური სწორედ ამით არის, რომ ყველა თემა, რომელიც შეიძლება ადამიანს მისი ბიოლოგიური არსიდან გამომდინარე აწუხებდეს, კვლავაც ასე და პლუს პრინციპში სოციალური სტრუქტურა ძირითადად არ შეცვლა, ისევ არის ეს კონსუმერიზმი, მომხვეჭელობა და ამის გამო რაღაც ზნეობაზე უარის თქმა. ნამდვილად თან რო გავუყვეთ ეტაპობრივად ტექსტს და მკითხველიც და მაყურებელიც რო კიდევ ერთხელ რაღაც ჩვენი მიზანია რომ დავაინტერესოთ, აი ვისაც ბავშვობაში აქვს წაკითხული, მოუნდეს გადაკითხვა, ერთი დიდი სიამოვნება. ესე იგი, ამბავი იწყება ასე, ხო, რომ ახალგაზრდა გიჭები თბილისის რაც ფორმატს ისეთია, უცნაური, ასე არ წერდნენ. მრავალხმიანიც არის თან, ანუ ქართულ სიმღერას გავს რაღაც პოლიფონიური, მრავალი ბევრი პერსონაჟი ყვება ამბავს, ხო? და თან ამით გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია აქ საქმის ესე გადანაწილება, რომ ერთი დიდი ამბავი შეიკრას. რაც პირდაპირ ევროპული ფენომენია, ის ნამდვილად შრომის დანაწევრება და თუნდაც ამბის დანაწევრება, რომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ და ჩვენი პოლიფონიაც იმას ნიშნავს, რომ იგი ევროპული ნაწილი შეგვიძლია ვიყოთ. რა თქმა უნდა. გვაქვს ეს პოტენციალი. და იწყება ამბავი ესე, რომ ორ ადამიანს, რომლებიც არიან პერსონაჟები, დურმიშხანი და გულისვარდი, ერთმანეთი დასაწყისში ჩანს, რომ შეუყვარდება, თუმცა აშკარაა, რომ გულისვარდს უფრო უყვარს დურმიშხანი ვიდრე პირიქით. და ისინი ვერ ქორწინდებიან იმ მარტივიზების გამო, რომ გლეხები არიან, ყმები არიან და სჭირდებათ მათ ჯერ განთავისუფლება და შემდგომ საკუთრების დაგროვება. ეხლა რატო არის ეს დეტალი თანამედროვე საქართველოს მნიშვნელოვანი? დღეს ჩვენ გვეუბნებიან თუნდაც ეს პროპაგანდისტები, რომ იცით რა, დემოგრაფიის პრობლემა არსებობს საქართველოში თუნდაც, ხო? ანუ კეთილი უბრალოდ ჩვენ ხო ნამდვილად ვიცით, რომ საქართველოში დემოგრაფიის პრობლემა იმიტომ არსებობს, რომ ხალხს არ აქვს საშუალება, რომ კარგად იცხოვროს, შვილი გაზარდოს, სკოლაში მიიყვანოს. იგივე პრობლემები ერთი საუკუნისა და ორ საუკუნის შემდეგ ხდება საქართველოში. დემოგრაფიის პრობლემა განვითარებულ ქვეყნებსაც აქვს სხვა მიზეზი. სხვა მიზეზი, თუმცა ეკონომიკური უთანასწორობა ძალიან აფერხებს საქართველოში იმას, რასაც ქვია, პირადი ცხოვრების დალაგება. იგივე ხდებოდა მაგალითად მე-19 საუკუნის საქართველოშიც, ხო? მეორე დეტალი არის აქ ის, რომ ადამიანები არიან მძიმე შრომაში. და უწევთ ხშირ შემთხვევაში რაღაც
ძალიან მძიმე პირობებში იმუშაონ, რაც ასევე ნაცნობი არის იმ მოცემულობაში, რასაც ქვია, თანამედროვე საქართველო. არც რჩება პრინციპში დრო რაღაც და ხალისი და გასაქანი თუნდაც იმ პირადი ცხოვრებისთვის, როცა ასე ვირულ შრომაში ხარ. ეს სოციალური ფონია ამ შემთხვევაში. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ეს აკვიატებები, სტერეოტიპები, სრულწმენები, როცა ადამიანებს ჯერათ, რომ რაღაც მკითხავებს, რაღაც მაგებს და ასე შემდეგ შეუძლიათ გავლენა იქონიონ ადამიანის ცხოვრებაზე. ჩვენ ხო ხედავთ, რომ რაღაც თითქოს ნორმალურობა გახდა თანამედროვე საქართველოშიც, რომ რაღაც ეგრეთ წოდებულ კითხავებთან და ასე ნათანხმებთან იარო, რაც არც TikTok-ზე მაგალითად პაროლოგები არიან ძალიან პოპულარები, ის რომ აღმოვაჩინე და ეხლაც გადაკითხვისას ზუსტად ეს გავიფიქრე, რაც თქვით, რომ ესე არაფერი როგორ არ შეიცვალა ისევ, როგორ შეიძლება, რომ ამაზე ესე ტაროზე და ჩამიგდე ამოტრიალებული, ChatGPT-ც რაღაც ამოტრიალებულ ყავის ჭიქას უგდებენ და მკითხავს. და ამის ფონზე იმის მაგივრად რომ ქართულ კულტურაში იყოს დისკუსია იმაზე, რომ მოდი ეს წიგნი გადავიაზროთ, ხდებოდა ის, რომ ძალიან კარგი უნივერსიტეტები იხურებოდა და იხურება და ასტროარქეოლოგია, ასტროენათმეცნიერება და რაღაც ჩხიბაობა ბრუნდება. და ამიტომ ეს განჯადოების ამბავი, რომელიც პირწმინდად ესეთი ევროპული ფენომენია, რომ ჩვენ მოქალაქეებმა მე-19 საუკუნეში, მე-20-ში, 21-ში უნდა გადავიაზროთ რა არის ეგრეთ წოდებული მოჯადოებული საზოგადოების აკვიატებები და რა სჭირდება თანამედროვე სამყაროს, როგორი ცხოვრების წესი, როგორი ხედვები, როგორი აზროვნების სტილი და დანიელ ჭონქაძე ამ შემთხვევაში გენიალურად აკეთებს ამ ყველაფერს და პრინციპში ეს აღაფრთოვანებს ამოცანა როგორ ფიქრობთ? აი ეს ევროპული მეცნიერების დისკურსის შემოტანა ერთ პატარა მოთხრობაში. თუ ეს ინტუიტიურად გამოსდის წერას ყოველთვის. მე მგონი რომ ქონდა ამის სურვილი, რადგანაც როგორც მაგალითად იაკობ გოგებაშვილი წერს და აქ ძალიან საინტერესო ამბავი არის, რომ დანიელ ჭონქაძის საზოგადოება ვინ არის? ის არის მოსწავლე, ძალიან კარგი ქართველი საერო და სასულიერო მოღვაწის გაბრიელ ეპისკოპოსის და ის არის თავად იაკობ გოგებაშვილის მასწავლებელიც. ანუ სინამდვილეში საქართველოს ისტორია მე-19 საუკუნეში ხო მართლა ეგ არის, რომ ძალიან კარგი ადამიანები ერთმანეთითა და საკუთარი მასწავლებლებით არიან ინსპირირებულები. იგივე სოლომონ დოდაშვილი და ნიკოლოზ ბარათაშვილი, დანიელ ჭონქაძე და გოგებაშვილი, ხო? და როგორც გოგებაშვილი წერს, ანუ თავის მასწავლებელზე. დანიელ ჭონქაძე იყო ადამიანი, რომელიც ნამდვილად იყო ინტელექტუალი, იცნობდა დასავლურ ხედვებს, იდეებს, მოსაზრებებს და ბუნებრივიც არის, რომ შემდგომ ეს მან პროზაში გადაიტანა. კი, უბრალოდ იცი რა ვიგულისხმე, აი, ზოგჯერ არის რომ აკვირდები შენი საზოგადოების რაღაც სხვადასხვა მანკიერ მხარეს, ამას აღწერ და მე გამოდის რომ ეხები რაღაც მოუგვარებელ პრობლემას ზოგადად ეხლა იმას ხო ვერ იწინასწარმეტყველებდა რომ 2 საუკუნის კიდე მერეც იგივე მოხდებოდა, მაგრამ ნუ ხო ალბათ უფრო მაინც ინტელექტუალიზმიდან ამოსული ტექსტია და არა ინტუიციიდან. ხო, სტრუქტურულად ძალიან ყველა თემას იტევს და ამით ძალიან საინტერესო. თან კიდევ ერთი ჩემთვის საინტერესო და მტკივნეული საკითხი არის აი იგივე ეს კაპიტალისადმი დამოკიდებულება რა. დანიელ ჭონქაძის ეს მოთხრობა სრულიად არ არის შესაბამისი იმ ევროპულ კაპიტალისტურ წესთან და წყობილებასთან, რომელმაც ევროპა გაამდიდრა, გახადა უფრო უკეთესი და კეთილდღეობით ახსავსე. აი მართლა თუ რამეს გვაგონებს დურმიშხანის ეს ჩაჭერა კაპიტალზე, დაბანდებაზე, სიმდიდრეზე, ეს პირწმინდად აი რაღაც რუსული რაღაც საზოგადოების დამახასიათებელი ფენომენი, ხო, რომ ანუ იქ თუნდაც აი დარსულებს ყიდულობს ერთი პერსონაჟი, ვიცი ჩვენ რუსულ ლიტერატურაში, აქ ადამიანს არის ადამიანები მოკლას, რომ გამდიდრდეს და სიმდიდრე შეიძინოს, ხო? მაგრამ ლეგალური გზებით სიმდიდრის და დოვლათის დაგროვება არ არის მარტო რუსული, ხო? ეხა პროტესტანტულიც არის ეს და დასავლური უბრალოდ არ არის. სიღარიბე რომ სიმდიდრე სირცხვილია, ესეც ხო რაღაც საბჭოთა ის არის დისკუსია, რომ აი არ შეიძლება რომ, მაგრამ ამის გამო რა სიკადრებ მან გადის ალბათ. ზუსტად ეგ არის. და თან ისე ხო გაუშვეს დურმიშხანი რომ მიდის გულისვარდი რაღაც საკმაოდ ისე აღკაზმულია არა გავს ადამიანს რომელიც აი ცარიელ-ტარიელი გავიდა ხო თან ესე იგი თვათ ისე ცუდათაც არ იყო ხო და აქ კიდევ ერთია ეს რაც ჩვენ ვთქვით ხო რომ ანუ არსებობს ეს მართლაც ევროპული მოდელი რომ უნდა გამამდიდრდეს საკუთარი შრომით, კეთილსინისიერებით და მე უნდა ცხონდე ამის გამო შენი სიკეთითა და შენი ლოცვით და დურმიშხანი აქ არც ლოცულობს, არც ეზარება.
იცის რომ უნდა გააკეთოს, მაგრამ იმდენად კონცენტრირებული არის საკუთარ კეთილდღეობაზე და საკუთარ ეგოზე, რომ ანუ სხვა ყველაფერს განზრახ გადადებს. იქნებ ბავშვობის ტრავმების გამო მასში ამხელა ცინიზმი. როგორც გაყიდეს. შეიძლება ეს ზიზღი და ცინიკური დამოკიდებულება არის მასში ინტელექტუალიზმის ნაკლებობის შედეგი, რომ არ ქონდა ის როგორც ოსმან აღას, მას არ ქონდა ეს მონანიების და საკუთარი შეცდომის აღიარების ან გამოსყიდვის მომენტი. პირიქით, აი წინ რაღაცა ამ სამყაროში, სადაც უნდა მომხვეჭელობაა მთავარი, ხო? მაგრამ ამას ხო აქვს თავის ობიექტური მიზეზებიც, მაგალითად თანამედროვე ფსიქოლოგიის კუთხით რო შეხედო, რა პირობებში გაიზარდა, რას უყურებდა, დედა არ მახსოვს რომ ამბობს, დედის შეხედვა ეს, იმიტომ რომ აი ეს ბავშვისთვის აუცილებელი პირობები, მაშინ უბრალოდ ვერ იაზრებდნენ ადამიანს, თუ ალბათ უამრავს ქონდა ეს პრობლემა, დეპრესია, ეს ცინიზმი, სოციოპათია და სხვა ეს სხვადასხვა სოციალური ტრიგერებით გაჩენილი უგრძნობლობა, ხო? ემპათია სჭირდება, განათლება და ინტელექტი, რაც მას არ ქონდა. ხანდახან მაინც მეცოდება ხოლმე ეს რაღაც ყველაფერი თითქოს მოიხვეჭა და უბედურზე უბედური ადამიანია. ხო, ეგ ძალიან საგრძნობი არის, რომ თუნდაც ეს მისი ბავშვობის დეტალები, რომ რაღაც გაყიდეს პირდაპირ გაგებით, ერთმა თავად მომიყიდა მეორეს. თითქოს რაღაც ეს ყოფილიყო საგანი, ხო? და ეს ადამიანს ეს საგნებად დაყვანაც, პრინციპში მერეთასაც დამახასიათებელი არის, ხო, რომ ანუ ადამიანებს საკუთარ ასე ვთქვათ, თავებს დღესაც საქართველოში, იმიტომ რომ რაღაც კრიტიკულად არ შეგვიხედავს ამ ფენომენსათვის, რაღაც თავს ისაგნებენ და ეს თავის გასაგნება ძალიან დიდი პრობლემა არის, იმიტომ რომ ჩვენ რაც ადამიანები კი ტროლები და ბოტები შეგვჭრა და საგნები და არა ღირსება, არა ეთიკა, არა რაც მომავალზე ორიენტირება, არამედ სულ ესეთი რაღაც აგრესიული ძალიან ესეთი გასაგნებული ფენომენები. და თან საინტერესო არის ჩემთვის ის, რომ ანუ ეს ტექსტი რო დაიწერა, ჯერ გამოქვეყნდა გაზეთში, პრესაში და მხოლოდ 15 წლის შემდგომ დაისტამბა წიგნად. და აქ არის ნომერში გამოქვეყნდა ხო 59-ის ბოლოს და თვითონ დანიელ ჭონქაძე წერს რომ გახარებულია რომ ძალიან დიდი ის შეხვდა ყურადღება წილად და ესეც ხო მეტყოლებს იმაზე რომ ესე იგი რამდენად აქტუალური იყო მაშინაც ესე იგი ესე დატაცება და კითხვა არც მაშინ არ იყო ადვილი რომ პოპულარული გაგეხადა ინტელექტუალური ტექსტი მაგრამ ნამდვილად იგივე ძალიან კარგი მკვლევარი ეს გერონტი კიქოძე წერს რომ რაღაც აფეთქებულ ყუმბარას გაუდა მისი ამ მოთხრობის ასე ვთქვათ გამოცემა და შემდგომში იმდენად სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოყვა ამას საზოგადოებაში. ხო, აი ამაზე მინდოდა რომ გვესწავლო. დაწყებული იმით რომ მაგალითად ივანე კერესელიძე რომელიც გამომცემელი იყო, ძალიან აღფრთოვანებული იყო და ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს ჩანს, როცა ჭონქაძე კერესელიძე და ჭონქაძე ახლობლებს ეს წერს-წერილებს, რომ იცით რა, ანუ ძალიან ისეთი დადებითი გამოხმაურებები მოყვა და ისე როგორც უარყოფითი ამასთანავე, იმიტომ რომ თავადაზნაურობა შეშფოთდა და საკუთარ თავზე მიიღეს, რაც ამ რეალისტური რეალიზმის ეპოქისათვის სავსებით ბუნებრივი ამბავი არის. არ უნდა მიიღო, თუ უნდა მიიღოთ, იმიტომ რომ ანუ მათაც არის და ეგ სხვადასხვა ძალიან დიდი მითი არის, რომ საქართველოში ეს თავადაზნაურობა იყო რაღაც მამაშვილური რა, რომ აი რაღაც გლეხები და თავადები რაც ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ. საქართველოში ჩვენ ამდულად ვიცით, რომ იგივე მოგზაურების ჩანაწერებიდან გვსმენია, რომ ეს ადამიანებს გაყიდვა, რაღაც საშინელი მოპყრობა გლეხებისადმი ჩვეულებრივი ფენომენი იყო. და მაგიტო გვჭირდება ალბათ როგორც ისტორია, ისე მაგალითად ლიტერატურა, რომ ჩვენ საკუთარი წარსული გადავიაზროთ, საკუთარ წარსულს შევხედოთ და რაღაც მაგრამ იქ ხედავთ რომ თვითონ ეს გადააზრება ყველაზე ძიმე პრობლემა, იმიტომ რომ თვითონ მაგალითად იგივე ოსმანაღა, რომელიც შედარებით სიმპათიური გმირია თავისი, აი ამ კათარზისის დამონები, ყმებს გიყიდი ისევნება, ანუ ავიწყდება, ხო, რომ თვითონ ხო გაყიდეს და ცუდი იყო. ეს რატო ემართებათ ადამიანს და ესეც რო ჩატია. აი ერთ წინადადებაში დანიელ ჭონქაძემ რომ შენ ხდები თუ არა ბატონი, დოვლადს აგროვებ თუ არა და კაპიტალს, მე გავიწყდება რომ გაყიდული იყავი და ასევე რო დურმიშ ხასეუნება რომ აი ყმებს გიყიდი. ვუყიდი უბრალოდ ვუყიდი ყმებს. თვითონაც აი ამ სისტემაში მოექცა.
ზუსტად და რაღაც დასავლური მოდელია საჭირო იმისთვის, რომ ესე არ გამეორდეს. ჩვენთან ყველაფერი ეს ისევ მეორდება. თან ლუარსაბ თათქარიძეც ხო ცოტა ხნით ადრე დაიწერა და ეს პერიოდი ესე დიდი შეტევაა და ეტყობა ბატონებმა ვერ აიტანეს ამდენი კრიტიკა. არა ხო და ის სწორედ ამ ბატონყმობის კრიტიკა აღმოჩნდა მაგალითად საინტერესო იგივე ფილიპე მახარაძისათვის, რომელიც ამ ბოლშევიკებს შორის მიიჩნევა, რომ ლიტერატურაში ერკვევა. და წიგნის დაწერა ყოველ შემთხვევაში სათავისოდ გამოყენება შეუძლია ლიტერატურის. რაც დამახასიათებელი არის, ბოლშევიკებისათვის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ბოლშევიკე. მაგრამ მაგას ეჭირდება ინტელექტი, რომ რაღაცა შენოდ გამოიყენო. ეხლა ჩვენ ეგვშველის, რომ რაღაცებს ვერ იყენებენ სათავისოდ. მაგიტომ ვერ არიან ბოლშევიკები და არიან ფეთხუმები. კი. შესაბამისად, ეს ისეთ რაღაცას კითხვა, რომ თითქოს სურამის ციხე ყველაზე დიდი ნაწარმოები, რაც კი დაწერილა საქართველოს კულტურაში და მაგალითად ვეფხისტყაოსთან ჯობს. ეგ ხა ღიმის მომგვრელი არის, რა თქმა უნდა. და გასაგები არა მოტივაციაც ამოძრავებს ფილიპე მახარაძეს. თუმცა წლების განმავლობაში ამ წიგნს კითხულობდნენ სემინარის მოსწავლეები, ქართველი წერა-კითხვის გამორჩეული საზოგადოების სკოლის ბავშვები და უკვე შემდგომ წლებში, იგივე მე-20 საუკუნის 80-90-იან წლებამდე სასკოლო პროგრამაში შედიოდა. სემინარში გასაგებია რატო ეს ოსმან აღას ისტორია და საბჭოთა კავშირშიც გასაგებია რატო. ბატონყმობის კრიტიკა. კიდევ ერთი უნივერსალურობის კიდევ ერთი დასტური, რომ ყველა აიღებს, როგორც თვითონ ილია ჭავჭავაძეს ითვისებენ, ხო, ხა დანიელ წონქაძე ვერ მოასწრო იმდენის დაწერა, რომ ყველამ ესე მიითვისოს, მაგრამ აი უნივერსალური ტექსტები იძლევა საშუალებას ყველამ თავისი ინტერპრეტაციით ტენოს აქეთ-იქით როგორც მოუნდება. ნამდვილად და თან საინტერესო რა არის, რომ სამ ავტორს ეწია ეგეთი ბედის წინამძულაში, რომლებიც ესე რაღაც საკუთარმა პოლიტიკურმა დღესასწაულმა მოირგო თავის თავზე. პირველი სალცახად ილია ჭავჭავაძე არის და რამდენიმე წლის წინ, მე მგონი 3-4 წლის წინ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ იპოვა გაუმჟღავნებელი ფირები. და ეს ფირები გადაღებულია 1927 წელს. ოღონდ არ გამჟღავნდა და ვიღაცამ შეინახა საკუთარ სახლში და მერე შთამომავლებმა ჩააბარეს რაღაც შალხიდზე. ხო და აღმოჩნდა იშვიათი ფოტოები. ერთ-ერთი ფოტო არის 1927 წელს გადაღებული დღევანდელ ცისფერ გალერეასთან, ეროვნულ გალერეასთან და გამოკრული არის დიდი ბანერი 1837 ზეიმობთ ილია ჭავჭავაძის 100 წლის იუბილეს. ესე იგი, როცა ხალხს კლავენ ჩვეულებრივი ტერორი ემედის და მართლა ოჯახი არ დარჩა საქართველოში 1937 წელს რო არ დაეხვრიტათ მისი რაღაც წევრები ამ პერიოდში ხალხი ხო ყველა მხრივ ამორჩეული ხალხი როგორც ინტელექტუალები ისე თუნდაც პარტიაში გნით რაღაც სტალინს რო არ უყვარს ეგ ხალხი და ბერიას რო არ მოწონს იგივე რიგითი გლეხები იგივე ქალაქის ცხოვრებები საფრთხეს ყოველთვის ხედავს ტირანია განათლებულ და ინტელექტუალურ ძალაში და ხო ეს მოგვაცილეს რა ეს და ამასობაში ეს ცინიკურია ეს ასე ილიას აღნიშნვა 37 წელს თან სტალინმა რო შეიყვარა და მე გამოძიებას რო დაავალა ამ კვლელობის და ნუ სასწაული ცინიზმია ეს ცინიზმი ძალიან ხდება თვალში იმ პერიოდის პუბლიცისტიკაში ნამდვილად და ხო ანუ ეს კონტექსტი იყო რომ ილია ჭავჭავაძემ ახალი შინაარსი შეიძინა იგივე მოხდა დანიელ ჭონქაძის შემთხვევაშიც რომ ანუ 1920-იან წლებში ფილმი გადაიღეს სურამის ციხის მიხედვით ეს 1920-იან წლებში და აქაც ეს იგივე ხაზი არის რომ ანუ ვაქციო დანიელ ჭონქაძე ბოლშევიკების ასე ვთქვათ ბოლშევიკების ავტორად და ბატონყმობის კრიტიკოსად ეს ლენინ რუსეთში იყო ხოლმე ეგეთი ძალიან ისეთი რომ ჩერნიშევსკი, ბელინსკი და სხვაები ყოფილიყვნენ 1905 წელს დაბადებულები, ან რაღაც ისქნებოდნენ ლენინისტები. და რაღაც იგივე ჩარჩომ უარგეს დანიელ ჭონქაძეს, რომ როცოდონდა ლენინი ჭონქაძეს, ის ლენინისტი იქნებოდა სიგიში, რა თქმა უნდა. ანუ ბიოგრაფიას უგულებელყოფდნენ და მარტო სურამის ციხეს. მარტო ხო. თან მაყურებელსაც უნდა უთხრათ, რომ ეს სურამის ციხე ერთადერთი ტექსტია, რაც დაწერა დანიელ ჭონქაძემ. აპირებდა დაეწერა მეორე ტექსტი, მაგრამ ნუ რიგი მიზეზების გამო ჯანმრთელობის გამო ვეღარ მოახერხა. და იგივე ბედი ეწიათ მაგალითად ალექსანდრე ყაზბეგს. რომ ალექსანდრე ყაზბეგი ჩვენ ხო ნამდვილად ვიცით რომ მთელი თავისი მოღვაწეობა ამ ადამიანის არის ანტირუსული პოლიტიკა. ნუ თუ არ ჩავთვლით იმ რაღაც ლეგენდარულ ლიტერატურულ კანონში შესულ ტექსტს ხევსბერ გოჩას, ანუ იქნება ეს კობა ელგუჯა თუ სხვაები, ანუ ცალსახად ისეთი არის რა, ანტირუსული. და ამაზეც ფილიპე მახარაძე ფიქრობს რომ როგორ აქციოს ალექსანდრე ყაზბეგი
ეგ ეწოდება ბოლშევიკების ავტორად. ბოლშევიზმის ხო, და როცა სულ სხვა დაიწაკითხვა ჭირდება ამ ყველაფერს და აი უკვე 1920 წლებში იგივე ამბროსი ხელაია ძალიან აღფრთოვანებულია დანიელ ჭონქაძით. ანუ მარტო არ არის ისე რომ ბოლშევიკები არიან აღფრთოვანებულები, ოღონდ სულ სხვა პრიზმიდან, სულ სხვა ხედვით და სულ სხვანაირი წაკითხვით. და შეიძლება ეფიქრა რომ მაგალითად ის რო ოსმან აღას მიუხედავად იმისა რომ ორჯერ უმტყუნა ქართულმა სარწმუნოება მაინც დაუბრუნდა თავის რწმენას, იმიტომ რომ რწმენა არ არის მიბმული შენ როგორ მომეკეცი, მე როგორ მოგეკეცი, ხო? რწმენა გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე მღვდელი, რომელმაც სიბჭყალებს ჩაგიშვა. ხო, და აი ეს შეიძლება მოწონდეს ეს ამბროს ხელაიას მიზანი, ეს იყო ნამდვილი სულიერება და ნამდვილი მორწმუნეობრივი არსებობა. მაგრამ მანაც ხო, სათავისო დაინახა ამ ტექსტში. თან ჩვენ არ ვართ განებიურებულები და მაგიტო არის ეს ჩანართი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ჩვენთან ლიტერატურაზე ლაპარაკობენ ძირითადად მაინც საევროპირებენ და ჩვენ არ ვართ განებიურებულები, რომ ლიტერატურაზე, კულტურაზე გვესმოდეს სასულიერების რაღაც თხრობა, საუბარი, კომენტარები, ტექსტები და სულ კეთილშურს ხოლმე იმ ლეგენდარული დისკუსიის, მაგალითად უმბერტო ეკო და კარდინალი მარტინო ერთმანეთს ესაუბრებიან. და ჩვენ არ გვაქვს ხო საქართველოში ეგეთი მოცემულობა. არც უმბერტო ეკო და არც კარდინალი. ხო, ანუ შესაბამისად, ანუ როცა ხედავ რომ ძალიან ესეთი ისტორიულად მნიშვნელოვანი ადამიანები ძალიან კარგ კომენტარებს აკეთებენ ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, ეს სასახად აღფრთოვანებელი არის და მათ შორის აი გალაქტიონ ტაბიძეც აღფრთოვანებული იყო დანიელ ჭონქაძით და ნუ ყველაზე ბოლოს უკვე აი საკაკი ბაქრაძის ლეგენდარული წერილი, რომ არამხოლოდ ეს ისტორიული კონტექსტი მნიშვნელოვანია ამ მოთხრობის გასააზრებლად, არამედ ყველაზე ახლოს პრინციპში აკაკი ბაქრაძის წერილი დგას. ბევრი კარგი წერილია. თქვენი წერილიც ავიკითხე არაჩვეულებრივი. გიგაზე დანიას წერილიც. და ბევრი კარგი კომენტარია. ამ ხრივ მაინც ჯერჯერობით გვაქვს თავისუფლება და კონტექსტის შესწავლის საშუალება ჯერჯერობით ესეც შეიძლება იყოს დროებითი და კვლავ მოგვახვიონ თავს აქეთკენ მიდის რაღაც იდეოლოგიზირებული გახდეს ეს ყველაფერი. თუ დაჭირდათ რაღაც აღმოსავლეთის წინააღმდეგ, თუ დაჭირდათ ვაჭრობის წინააღმდეგ, რის წინააღმდეგაც გინდა გამოიყენებ, მაგრამ ჯერჯერობით ეხა ეს ბოლო ფანჯარა 30 წლიანი ქონდა იმის, რომ ინტერპრეტაცია მომხდარიყო ლიტერატორის და არა პროპაგანდისტის მიერ და ეს კარგია, დაგვრჩება ეს ტექსტები. ნამდვილად თან გულწრფელები რო იყოთ, ანუ კულტურის სიდიდე ხო იმედგან საზღვრება სინამდვილეში რამდენად მეტი ინტერპრეტაცია არსებობს ტექსტის. ანუ შექსპირზე თუ არსებობდა მე-17 საუკუნეში, მე-18-ში 500 ინტერპრეტაცია, შეძლო ბრიტანულმა საზოგადოებამ, ბრიტანულმა მკითხველმა და ზოგადად ინგლისურენოვანმა მკითხველმა და შემდგომში უკვე არაინგლისურენოვანმა მკითხველმაც რომ ამ ტექსტის გარშემო თუ რაღაც პიესების გარშემო ბევრი სხვა ეს ყოფილიყო ინტერპრეტაცია. და რა სწორია პარადოქსი ისე რომ ტექსტის სიზუსტე სათქმელის არ გამორიცხავს მის ინტერპრეტაციას პირიქით. და ამით და ჩვენც რო მაგიტოს მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ახლებურად წავიკითხოთ ბევრი ქართული ტექსტი და ბევრი, ასე ვთქვათ, რომანი, მოთხრობა, პიესა თუნდაც, იგივე პოემები, რომ ახალ-ახალი იდეები და ინსპირაციები და შევიწყლებები შეიქმნას, იმიტომ რომ ნამდვილად უხერხულობა არის რომ ერთ და იგივე რაღაც მოთხრობის გარშემო, რომანის გარშემო 40, 50, 60 წელი ერთ და იგივე ინტერპრეტაცია არსებობს. აი თუნდაც ავიღოთ ისეთი ყველაზე საინტერესო ტექსტი ჯაყუს ხიზნები, ხო, რომ რაღაც არსებობს მხოლოდ ერთი წაკითხვა, ეს არის აშკარად გეოპოლიტიკური, რაღაც რუსეთი, ჯაყუა, მარგო საქართველო თეიმურაზე. ანუ ხო შეგვიძლია კიდე სხვა ინტერპრეტაციები მოვიძიოთ. და ამაშიც გვჭირდება ალბათ ასეთი ფორმატები, როგორც არის პოდკასტები, ამისთვის გვჭირდება უნივერსიტეტები, ამისთვის გვჭირდება კრიტიკული აზროვნება და ამისთვის გვჭირდება ეს კარგი სკოლები. მაგრამ ეს მე ხელს უშლის რაღაც ისეთი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, სადაც астро პროქტოლოგია გაიფურჩქნება და ამიტომ ყველას დისკომფორტს უქმნის ოდითგანვე, როგორც კი ადამიანმა თქვა არა რაღაცაზე და დაიწყო აზროვნების პროცესში შესვლა, მას მე ამ ტირანებს რაღაც ეს უფრო ადვილია, რომ გქონდეს ერთი ინტერპრეტაცია, ერთი უნივერსიტეტი, ერთი ტელევიზია და აი ეს მე მივხვდი ძალიან გვიან, მე სკოლაში ფორმა რომელიც იმ დროს ვარ დაბადებული გაზრდილი და ვერ ხვდებოდი რატომ იყო ეს ასეთი მნიშვნელოვანი ეს დეტალი, ხო, ტანსაცმელი რაღა არის ხა დღეს კონსიუმერიზმის აღზევება თუ უყურებთ, მაშინ ეს იყო რომ ამის აკრძალვად შენში ინდივიდუალიზმის ჩახშობას ემსახურებოდა და ამიტომაც მე ყველა ერთნაირად ვაზროვნებდით, ჩვენი ქართულის მასწავლებლის აზრი იყო
ერთი ინტერპრეტაცია და ვისჯებოდით რამე სხვა აზრი რო გაგვჩენო და ეგ კი არა მე წინაზე ქართულის მასწავლებელი მყავდა არაჩვეულებრივი სტუმრა და მომერი და მე კითხა რომ მე რაღაცა დავინახე თქვათ სტუმარმა სპინჯელში რაღაც სხვა დამოკიდებულება ქალი პერსონაჟის თქვათ კაცის მიმართ და ესეც აი ჩემი ის მქონდა რა ბავშვობის კომპლექსი რომ ქართულის მასწავლებელს ახლა ეს რო უთხრა არ გაბრაზდეს აი ეს ამხელა ის დაგვიტოვეს ხო ტრაუმები და კარგია რომ ახლა ამის მეც ამას ვცდილობ რომ ბევრი ინტერპრეტაცია მოვისმინო თუნდაც არ ვეთანხმებოდე ხო მე მაგრამ აღმაშფოთებელი ხა შეგეცოდება ჭონქაძის ტექსტი რომ მარტო აი რა ბატონყმობის კრიტიკა და ამით ამცირებ მარტო ეგ რო იყოს აღარ არის ბატონყმობა და აღარც ტექსტი არ არის არსებობს ეგეთი ტექსტები რომელიც იწერება იმ 15 წუთისთვის როცა ეს კონკრეტული პრობლემაა და ეს ჩემთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია ეს ქალის შურის ძიების თემა ან ჩვენც რაღაც გვაქვს ჩვენც ამოკიდებულებებში ქალებს მაგალითად შესაძლოა აი ეს როგორი ძლიერი ყოფილა ვნება ყველაფერს შლის მე ნებისმიერ სიკეთესაც და წარმატებასაც თუ ეს გამოძრავებს და ეს ხელს როგორ გიშლის ხო და ამ ხრივ ამის ინტერპრეტაციები არ გვაქვს მაგალითად აი ეს გულისვარდის ქალების ამბავი ძალიან საინტერესო არის იმიტომ ბევრი ქალი პერსონაჟი არის თუნდაც ეს გულისვარდი ნატო ასევე ძალიან საინტერესო პერსონაჟი რომელსაც რომელიც სუიციდით ამთავრებს ცხოვრებას ვიცით ეს იგივე ოსმან აღას დედა თვითონ ზურაბის დედაშვილი მკითხავები და მჩხიბავები და საკმაოდ საინტერესო იქნება. მან ჩანს დამოკიდებულება იმ დედაშვილ მჩხიბავების დიალოგში ჩანს დანიელ ჭონქაძის დამოკიდებულება ამ ფენომენისადმი ზოგადად ძალიან საინტერესოა. რაღაცა ირონია გამოგვქრთის აი ამ მკითხაობის მიმართ და ეხლა მეც მინდა რომ რაღაც ასეთი დავწერო ამ შემაშფოთებელ ტაროლოგიაზე საქართველოში, იმიტომ რომ ეს გარდა იმისა რომ გავიგე რომ აი ვიღაცას უთქვამს რომ ეკაი ერთობა ხალხი რაღაც, მაგრამ ეს ხელს უშლის სხვა არაგასართობ დარგებს მეცნიერებას, ლიტერატურას, აი ილიაუნის დაცვას შეიძლება ვიღაცას იმიტომ არ უნდოდეს, რომ არ მიაჩნდეს იქ რაც ისწავლება მეცნიერულ დონეზე ეს საჭირო, თქვა და საკუთარი მომავალს განსაზღვროდეს არა გარემოებები, არამედ ყავისჭიქა და ეხა ეს ჩვენ არაფერში არ გვაწყობს როგორც ქვეყანას. ნამდვილად ყავისჭიქა ვერ გვეტყვის, როდის და როგორ მოხდება მყინვარების დნობა, ხო, ამას გვეტყვია მეცნიერები. ხო, ამას და ილიაუნის ამ შემთხვევაში როგორც ვიცით, საკმაოდ კარგი ტრადიცია აქვს, რომ იმუშავს ლანდშაფტზე, გარემოზე, ეკოსისტემაზე და ეს ასახოს ანგარიშებში, რეკომენდაციებში. კი, 30 წელია ვერ მოვახდინეთ ამ გზავნილის მიტანა ხალხამდე და ამაში ჩემ თავსაც ვალდებულად ვთვლი, რომ პრევენცირება რამდენად მნიშვნელოვანია. ყველაფრის გაუნათლებლობის პრევენცირება განათლებით და მერე აი სიღარიბის პრევენცირება სოციალური პაკეტით, რომელიც სახელმწიფოს რისი უფლება გაქვს, ესეც კი ვერ მიგვაქვს ადამიანებად, რომ მათ უფლება აქვთ განათლების და მათ შორის პატივის აყრა და ღირსების შელახვა არის ამ უფლების ჩამორთმევა და გადაყვანა რაღაცა ასე ფიქრობს რაღაც ნაწილი, მე ამბობენ რომ ბნელს ნუ უძახით ამათ, თქო ჩვენ ჯერ არ მივსულვართ განვითარების იმ საფეხურზე, რომ სიბნელე რომელიც დღეს სინათლის ფარავს არ მოიხსენიოთ სიბნელეთ. ხა სიბნელე რო იყოს ეს ვიღაც ორი კაცი ერთობოდეს ამით და ხელს არ უშლიდეს ზოგადად მთელი ქვეყნის წინსვლას, კი ბატონო, ხა ვისაც უნდა იყუროს ცაში და იქელოდებოდეს როდის გადარჩება, მაგრამ ჩვენი საქმე სხვანაირად არის, ხო და მაშინაც სხვანაირად იყო ალბათ და ავიცი, სულ ფიქრობ დანიელ ჭონქაძეს ალბათ ეწყინებოდა მე საბჭოთა პერიოდში მისი წიგნების ათქონა მოთხრობის ინტერპრეტაცია. ისე მოთხრობა შეიძლება დავარქვათ თუ რომანი. რაღაც ყველა პირობა საკმაყოფილებს იმისთვის, რომ რომანიც იყოს. აი, ეგ ძალიან სადაო შეკითხვა არის, რა არის პირველი ქართული რომანი. და იგივე აი გერონტი კიქოძე ამას მოთხრობას უწოდებს. ჩემთვის ალბათ უფრო ნოველასთან ასოცირდება, ანუ შეიძლება რაღაც მოკლე რომანთან. ამისაც გვჭირდება სინამდვილეში დისკუსიები, რომ ამაზეც შევთანხმდეთ, იმიტომ ჩვენ დასაზუსტებელი გვაქვს ქართული ლიტერატურული კანონი როგორი არის 19-20 საუკუნეებში და ან როგორი გვინდა რომ იყოს საერთოდ, იმიტომ რომ ჩვენ ხო ნამდვილად ვიცით, რომ ძალიან ბევრი კარგი ქართული ტექსტი საერთოდ გავიდა საზოგადოებრივი სივრციდან და რაც თაროზე შემოიდო და მას მტვერი ადევს. ეს ეხება როგორც კაცმწერლებს, ისე ქალმწერლებს მაგალითად და ისე როგორც პოემებს მაგალითად და დრამატურგიას, ანუ ჩვენ როცა ვლაპარაკობთ ლიტერატურაზე, სამწუხაროდ საქართველოში და ეს უნდა გამოსწორდეს, ვამბობთ, რომ
მოთხრობები, რომანები, პოემები და აი ცალკე პოეზია როგორც ერთი ლექსის გარშემო რაღაც დისკუსია არ გქონია, ხო? სულ მახსენდება ხოლმე ლანა ღოღობერძის ფილმი, როცა აყვავდა ნუში, რომ აი არჩევენ, არ წუნახე დაჭრილს მაგალითად. და ჩვენ ძირთადად ვაპარაკობთ რაღაც ძირთადად მოთხრობებზე, ხო? არ გქონია გადააზრება ლექსების, იგივე დრამატურგიის. არა და ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ბევრი კარგი პიესა იწერება და ამიტომ ლიტერატურა არ არის მხოლოდ მარტო რაღაც მოთხრობები და რომანები, ეს ბევრად ფართო არის და აი როგორც კი მოვიკრებთ მაყურებლების იმ რაოდენობას, რა ძირცნობი ციგნების ჩვენი სტატისტიკა და ანალიტიკა ამ არხის ასე გვეუკარნახობს, რომ აი ციგნი რომელიც მათ გაუგიათ მაინც თუ თქვათ არ არის შეიძლება საყვარელი ციგნი, მაგრამ გაუგიათ, წაუკითხავთ, უსწავლეთ, ამ ციგნის მიმართ მეტი ინტერესია. მაგრამ აი ინტერესის და ნდობის გაჩემის მერე უკვე შეიძლება შესთავაზო თავადაც აი ლექსის გარჩევა იყოს ისეთი სახალისო, რომ თავისუფლად შეიძლება 1-50 წუთი მართლა ილაპარაკო ერთ ლექსზე და ეს იყოს საინტერესო. ალბათ ესეც კარგი გამოწვევა იქნებოდა. ხო. აუ იგივე არის აი ამ მსჯელობის კუთხით საინტერესო იგივე ჭონქადის შემთხვევაში, რომ ჩვენ ვერ ანუ რომელ საუკუნეში ხდება ეს სურამის ციხის ლეგენდა ვერ ხვდებით, ანუ ეს მე-17-იანი თუ რამე იქ ოსმალები ჩანგასაგებია რაღაც შეიძლება მე-16 იყოს მე-17 ანუ თუნდაც მე-18 საუკუნე, მაგრამ აი დრო არ ჩანს და ეგ ძალიან საინტერესო რომ შენ თვითონ ათარიღებ მკითხველი როდის გინდა რომ მოხდეს ეს მოქმედება ვახტანგ მე-6-ის დროს, თეიმურაზ პირველის დროს, გიორგი სააკაძის დროს, ანუ ეგ ძალიან დიდი ფუფუნება არის რომ ავტორმა ჩვენ ალბათ მე ჩვენ ფილმების ნანახი ფილმების მე რო ვკითხულობდი ბავშვობაში მაგალითად რაც ფილმებში ნანახი ეს ოსმალური ტანის ამოს და რაღაც თუ წარმოგიდგენიან, მე ფილმიც ხო გადაიღეს და იქ რაღაცა აი ეს ესთეტიკას შენ თავში დებს კინო და თუ დაასწარი რაღაცების ნახვა იმ პერიოდის, მე თავისთავად ტივტივდება, რომ რაღაცა ხო ცოტა ადრე იყო, რაღაცნაირად ეცვათ და რაღაცნაირად. თბილისიც ისეთია, ხო? მაგ დროს რაღაც გაცილებით ადრე, ვიდრე ამბის მოყოლა ხდება, ხო? მაგრამ ნუ პრინციპში მე შეიძლება ასეთი ყოფილიყო და ეხლა შეიძლება ასეთი იყოს. ხო, უბრალოდ მან აი თბილისზე ძალიან საინტერესო არის სომხური 60 ეკლესიის სახე როგორ ჩანს, ანუ დღეს ჩვენ საერთოდ ვერ ვიაზრებთ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, რომ თბილისი ძალიან ესეთი ჭრელი ქალაქი იყო და შემოფარგლებით მარტო აი ამ რაღაც შაბლონური ფრაზით, რომ მეჩეთი და სინაგოგა გვერდ დგას. და სინამდვილეში აი ეს რელიგიური სურათი როგორი იყო, რომ ანუ ოსმან აღას დედაც და დაც როგორ ცდილობენ რომ საკუთარი თავი წარმოაჩენ როგორც სომხური 60 ეკლესიის წევრებმა, იმიტომ რომ ეს მათთვის უსაფრთხოების გარანტია არის, ხო? და აქედან ვიგებთ, რომ თბილისი მაგალითად მე-19 საუკუნე, ნუ ყოველ შემთხვევაში მე-17 საუკუნა მე-19-მდე ყოველ შემთხვევაში ნამდვილად იყო არა მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანების ქალაქი, არამედ იგივე სომხური 60 ეკლესიის ასე ვთქვათ, სამრევლოც. და დიდი ხანი თბილისის არქიტექტურა პრინციპში სომხების და გეოგრაფია არის ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ამბავი მან, რომ აი რო გადავშალოთ დროება ანივერია, ხო? 1860-იან წლებიდან. იწერება სტატიები ქართლზე, კახეთზე და გვიან ჩნდება მაგალითად იმერეთი. გვიან ჩნდება იგივე მთა. და დანიელ ჭონქაძე ამ შემთხვევაში პირველი ქართველი, ასე ვთქვათ, წერალი და მოაზროვნეა, ვინც ბევრი გეოგრაფია ჩაატია თავის მოთხრობაში. იმერეთი, მთა თბილისი, ოსმალეთის იმპერია, ახალციხის საფაშო, ჩვენ 1880-იანებიდან გაჩნდა ქართულ პრესაში დროებაში სტატიები სამცხე-ჯავახეთზე მაგალითად. როცა 1859-ში უკვე დანიელ ჭონქაძემ გაიაზრა, რომ ეს კუთხე საინტერესო არის თავისი წარსული თავისი რაღაც მრავალფეროვნებით და თუ ეკონომიკური ცხოვრებით, რატო გარბის ოსმანაღა ახალციხეში, ხო? იმიტომ რომ ახალციხის საფაშოში მაგალითად ბატონობა არ არსებობს, იმიტომ რომ ეგ სხვანაირი ოსმალური მოდელი არის. იგივე ეს რატო სურამის ციხე, ხო? ანუ განასხვავებული ბევრი ციხეები არ არის. ესაც ის არის, რომ ანუ ზუსტად მიჯნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოსზე. რომ ანუ ერთმანეთს ხვდება ორი საქართველო ამ ადგილას, ხო? ანუ გაჩნია საიდან მიდიხარ და მოდიხარ დასავლეთი აღმოსავლეთ დასავლეთს, ხო? და მთავარია ეს მითოლოგიას როგორ იყენებს.
ეგ ცალკე კულტურის კვლევების ეს ჩატანის ადამიანის ჩატანის თემა ხო უძველესია და სხვადასხვა მერე მოგვიანებით რამდენიმე წლის მერე დამოუკიდებლად დანიელ ჭონქაძე თეოდორ შტორმს აქვს დამბაში რო ატანენ ადამიანს გერმანული მოთხრობა. ანუ მითით განათლებულმა მწერლებმა ეს რაღაც მითი რო ჩატანებს ხვერპლი, ასე ვთქვათ, ნაგებობისთვის აუცილებელია რომ მყარი იყოს. არ არის ეს რაღაც ქართული სპეციფიკური ის ბევრჯერ ლიტერატურაში გამოყენებული ის, მაგრამ ჩვენ კარგად გამოვიყენეთ ძალიან ხო. ედგარ პოსაც აქვს მსგავსი ჩანართი, მსგავსი სიუჟეტი და აი მართლაც აი ეს კაი შედარება არის, რომ რაღაც ედგარ პოს ესა ქვია, ცოტა დამზაფრელობა ნამდვილად ახასიათებს რიგ თავებში დანიელ ჭონქაძეს, ხო? ანუ რომ ძალიან იძაბება მოქმედება, ძალიან ესეთი ერთი სამწერლო სტატობა. ნამდვილად რომელიც იშვიათი არის რომ კონდეს ადამიანს რომელიც მუდამ იმაში არის ხო სწავლების პროცესში ესაც მეტყოლებს იმაზე რომ ის არ მხოლოდ კარგი მასწავლებელი არამედ კარგი მკითხველიც არის და ეგ ორი ერთად ძალიან კარგი დამთხევა არის ხოლმე და ძალიან სასიამოვნო რომ ანუ ჩვენ ვიცით ესეთი რაღაც მასწავლებლები რომლებიც არ არიან შემოქმედებითები და უბრალოდ რაღაც 40 წუთის განმავლობაში რაღაც გაკვეთილად ატარებენ და დანიელ ჭონქაძე იყო ადამიანი რომელიც ასწავლიდა დისკუსია ჰქონდა საკუთარ მოსწავლეებთან და თან შემოქმედებითი ადამიანიც იყო და ნუ პოლიგლოტიც იყო ყველაფერთან ერთად ოსურ ენას ფლობდა ძალიან კარგად ლექსიკონსაც აკეთებდა და იყო მამის როლიც ძალიან მნიშვნელოვანი არის ანუ დანიელ ჭონქაძე ხო მარტო ხელა მამა არის ანუ მის მეუღლე ადრე დაიღუპა გარდაიცვალა და ეს მამებისთვისაც გზავნილია ეს აი როგორი მამა არ უნდა იყოს მამი დაეხმარება ხო აისაც ქართულ მამებსაც ურჩევ წაიკითხო დანიელ ჭონქაძის ეს მოთხრობა და რატო ძალიან ესეთი შეიძლება ძალიან სენსიტიური საკითხი არის მაგრამ 97 წელს დავიბადე მე და მთელი ჩემი ბავშვობა მახსოვს და მე უკვე დიდობაში წავაწყდე ეს ნათელმირონობის ძალიან ესეთი უცნაური პრაქტიკა საქართველოში რომ ანუ შენ ნათლიას ურჩევ ბავშვს არა იმის მიხედვით თუ რომელი ადამიანი მოგწონს არამედ მასთან როგორი სოციალური და კულტურული კაპიტალის დაბანდება შეგიძლია და ოსმან მანამდე ჯერ როგორ არის ჩვენთან იყო ასე ზუსტად 97-ში მომნათლე ჩემი შვილი და მაგიტომ ვიცი და გარშემოც ასე იყო. ნათლიები არიან ისინი, ვინც მეჯვარედ წაიყვანე როგორც წესი. და შეიძლება ეს ამორჩევა რაღაც სოციუმებში ხდებოდა კეთილდღეობისა და სოციალური აცოცებისთვის, მაგრამ ძირითადად მაინც ჩვენ 90-იანების ახალგაზრდებს მეჯვარეება და ნათლიებად შესაბამისად მიყვავდა ადამიანები, რომლებთანაც მეგობრობდით. ანუ ეს გათვლები დიდად რო გითხრა, მაგრამ ზოგადად მერე აი ცოტა მანამდე უფრო იყო აი 80-იანების ბოლოს ვიღაც ისეთი ნათლის არჩევ, რომ მერე ბავშვს მიხედოს, რომ გაიზრდება და ააკვალიანო სამსახური უშოვოს. მე ვეძახდი მერე კიდე ამას პარალელური კლასელის სინდრომი, როცა შენ თუ კარგი სკოლაში მიიყვან ბავშვს, სადაც კარგი პარალელური კლასელი იყურება, ის გახდება მერე მინისტრი და დაასაქმებს შენ შვილს. ან პრეზიდენტად დანიშნავს. და გურმიშხანის ხო იგივე გათვლებით არის აი ამ გურმიშხანი არის კი იგივე გათვლებით, მაგრამ მაინც მგონია რომ აი ამ ცინიზმს ეხა შეიძლება ძალიან საკამათო რაღაცას ვამბობ და არ მოგერიდოთ შეკამათება, მაგრამ მაინც ეს სიღარიბე ძალიან ხელს უწყობს აი ამ გაგულგრილებას და ცინიზმს, იმიტომ რომ თუ ბავშვი იზრდება ისეთ პირობებში, როცა მას არ აქვს აი ესეთი ხეცური სურათები თვალწინ, ხო, შეიძლება ამ დონის ცინიზმი არ კონდეს და მეტი ემპათია კონდეს და სიყვარულის მეტი უნდა. ნუ სადნო ესწავლა, რომ წარმოიდგინე ახალგაზრდა ბიჭი, რომელშიც ვნება უნდა ჭარბობდეს ყველაფერს, აი გულისვარს მთელი ცხოვრება გაუგრძელდა, ხო, ეს ვნებამ ყველაფერი გადაფარა მის ცხოვრებაში და თავიდან სიყვარულის ვნებამ და მერე შურისძიების ვნებამ. აი ეს ახალგაზრდა კაცი დგას და ფიქრობს, ვინ რაში გამოიყენოს, იმის მაგივრად, რომ მაგასაკში მაინც ვიღაცა ქალი, სიყვარული, ბედნიერება უნდა იყოს პრიორიტეტი, ხო? და მე ვფიქრობ, რომ აქაც დამნაშავე არის საზოგადოება, რომელმაც ის ესეთი გახადა ამასაკში. თორე კაი, ხა 50 წლის წინ, არც 50-ის არ უნდა იყოს ცინიკოსი, მაგრამ აი თქვა ყველაფერი ნახა უკვე და ეხლა უნდა ფული, მაგრამ აი იმ სიყვარულის წუთებშიც კი რო იტყუება, ძალიან ის არის არანაირი სიმპათია რო არ გაქვს ამ პერსონაჟის მიმართ, მაგრამ თან ხვდები, რატო გახდა ასეთი. რამ გახადა
აი ცხოვრების პირობები ამ იმპულსებს ჩვენ ნახეთ იქ რომ კი ოსმან აღა მაგალითად აი ესეთმა ველურმა მოპყრობამ მასში ღალატმა თავისი ეკლესიის მხრიდან არ შეცვალა მასში არც კათარზისის პოტენციალი და არც სიკეთის კეთების სურვილი მიხედვით რომ რაღაცები დაივიწყა მანაც ჩანს მაგრამ აი დურმიშხანი ბოლომდე გაბოროტებული და ბოლომდე რაღაცა ისეთი დარჩა უსიმპატიო ასე ვთქვათ. რაღაც არც კი გეცოდება რომ მასზე შურს იძიებენ, მაგრამ აი კიდევ ხო არის მომენტი, როცა სხვა ისჯება, შვილები ისჯებიან. იქ ხედავთ ჩვენ ოსმან აღას მიერ მოკლულ უდანაშაულო ბავშვს და ზურაბს, რომელმაც პრინციპში არაფერი არ დააშავა, ხო? დურმიშხანი ჩაეტანებინა ვარდოს კედელში რაღა მისი შვილი, მაგრამ ნუ ესეც ის არის, რომ შვილებით ადამიანის დასჯა არის მისი მთელი აი გენეტიკური ბიოგრაფიის დასასრული და ამიტომაც ასე მოექცა. და იცი რა მაინტერესებდა კიდევ მეკითხა აი ამაზე ბევრი ინტერპრეტაცია თქმა უნდა წაკითხული აქვს მაგრამ მინდა ამაზე აქაც ვისაუბროთ რატო აშენდა მე ეს აი თქვათ მე ვარ ტაროლოგი ნონა და ვკითხულობ ამ სურამის ციხეს და მე მაგ ასეთი არგუმენტი აი ხო ხედავ რომ ჩაატანეს მე აშენდა ესე იგი ჭრის ეს ხო შეიძლება ასე ვთქვა ესე იგი ადამიანის ყველაფერი მართალი ყოფილა აი მკითხაობაც გამართლდა აი ეკლესიაც აშენდა. აი მაგიტო არის ეგ კითხვა ფუნდამენტური რომ ჩვენ ბოლო თავებში ვხედავთ რომ ეს მკითხავი ვარდო არ ურჩევს მხოლოდ ზურაბის ჩატანებას. იქ ეუბნება რომ კედლების ხან უნდა ამოაშენოთ. ანუ მან ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ ანუ ურჩევს არა მხოლოდ ადამიანი ჩაატანონ, არამედ კედლების ხანერად განალაგონ. ანუ სულ არ არის საჭირო ადამიანი ჩაატანო. რა იცის ვარდომ კედლები როგორ დააშენდეს? აი საიდან იცის მაგაზეც ჩემი თეორია მაქვს რომ ანუ თბილისის იმდენჯერ დაინგრა და იმდენჯერ აშენდა რომ ანუ თბილისის მაცხოვრებელმა ადამიანმა ნამდვილად იცის როგორ შენდება ქალაქის გალავანი. და მას შეუძლია პასუხია. და მას ნამდვილად ხო დაკვირვების შედეგი რომ იცის წინაზე საუბრობთ თქვენს არხზე ბექა კობახიძე და ალეკო მიქავერიძე რომ თბილისი ინგრევა და შენდება და ეს გალავანი როგორ იცვლის სახეს ხო და აი თუნდაც თუ ქრონოლოგია მართლაც მე 17-დან 19 საუკუნემდე პერიოდში არის ანუ ამ პერიოდში თბილისი ბევრჯერ დაინგრა ბევრჯერ აშენდა და ქალაქის გალავანიც შეიცვალა რა თქმა უნდა იცის ამ ადამიანმა უბრალოდ იმათ რატო არ იციან აი ვინც შენება დაიწყო აი მაგას მივყავარ თანამედროვე საქართველოს პრობლემები რაღაცები უბრალოდ არ იციან რაღაცების მშენებლობა არ იციან და ეს იგრძნობა ამ ტექსტში რომ სახელმწიფოს მოხელეებმა არ იციან როგორ ააშენონ ციხესიმაგრეები დღევანდელ საქართველოში ხო გზების დაგება არ იციან და ეს არ იციან შოუში როგორ მართონ ეს აქვია მეწყერის მე ფიქრობ რომ ეს არცოდნის ძირი არის სიხარბე იმიტომ რომ ატკატებმა იცის ეგ არცოდნა. მანდ უფრო არცოდნა თუ დურმიშხანის გზა კიდე არ ვიცით. ორივე ერთად და ამით ვიღებთ რაღაც კატასტროფულ კომბოს. უვიცები და მექრთამეები, როცა იკრიბებიან, მერე ვიღებთ ტრაგედიებს. თორემ შეიძლება არაპოპულარული გადაწყვეტილება მიიღოს ხელისუფლებამ, იქ საერთოდ არ შეიძლება ცხოვრება მაგალითად. და გაგიჭირდეს იმადა როგორი ხა მიხვიდე და ადამიანს რომელიც წლებია რა ვიცი იქ ცხოვრობს უთხრა რომ აქ აღარ იცხოვრო იმიტომ რომ ზოგჯერ არაფერი წინასწარი გაფრთხილება არ შვილს იქ არ უნდა იცხოვრო არის ადგილები აი საჩხერის რაიონშიც არის ეგეთი ადგილები და ბევრგან სადაც ნუ გარდაუვალია ოდესღაც დიდი ტრაგედიები და მაგრამ მე რა არის სახელმწიფოს პასუხი უნდა უზრუნველყო ამ ადამიანის საკომპენსაციო მექანიზმები უნდა ქონდეს ხა შენ საშირო გაქვს მილიონები წასაღები და უვიცობა რომ სირცხვილი არ არის სულ ნატრობ რა იაპონიაში როგორც არის რომ შეიძლება ცოტა რომანტიზებულია ეს ჩემგან როგორც იაპონიის მოყვარულისგან მაგრამ აი ღირსების შელახვას ministrებმა შეიძლება რაღაც უიციდიც კი შეაგებონ რომ აი რაღაც არ იცი ძალიან დიდი სირცხვილი აი რაღაც თანამდებობას თუ იკავებ თორე შეიძლება რაღაც შემეშალოს მე მაგრამ არა იმაში რაზეც პასუხისმგებლობა ავიღე და რაზეც ხალხი ფულს მიხდის და ის ცემენტის ახში რომ მექვთ აი ეს ჩვენში საბჭოთა კავშირმა ყველაზე მეტად ჩაკლა რომ ადამიანი მიზეზშედეგობრივ კავშირს ვერ ხედავს რომ მოპარვით ვიღაცას კლავს აი ეს სულ ამ კავშირების დანახვის პრობლემა მე რა შუაში ვარ ხო გაგიგი ალბათ უფრო ნაკლებად თქვენ თაობას მაგრამ მაშინ ყველა იპარავდა ანუ რასაც ყველა აკეთებდა ესე იგი მოსულა და ესეც ის არის აი ამიტომ გონია რომ ამ ტექსტში
სინანულის გრძნობა პრინციპში თავისი, აი სრულფასოვანი კათარსისი მარტო ოსმან აღას ჰქონდა პრინციპი. დანარჩენები კმაყოფილები არიან თავის აქციელი და როგორც ამთავრებენ თვითონ შეყვარებულებიც, ესეც ერთი დიდი რაღაც ბერძნული ტრაგედიის ტოლფასია, ხო, როგორც გვდებიან. მაგრამ ეს თქვენი ინტერპრეტაცია ძალიან მომეწონა, რატო აშენა. იმიტომ რომ ასე რომ არასწორად წამკითხავები რომ გვეტყვია, აი ხედავ, გაამართლა. ამ კითხაობამ და ზუსტად ასე აშენდა, როგორც იმ კითხავა, მანდ გვაქვს პასუხი, რომ მანამდე აკვირდებოდა სინამდვილეში რა ჭირდება კარგ მშენებლობას. ხო, თან ნახეთ ჩემთვის ძალიან ეს არის ხოლმე საინტერესო მაგაზე ფიქრი, რომ ვახსენეთ ეს რა ქვია, შურისძიების ამბავი აქ და დაკვრებულობის ამბავი, ხო? მე-19 საუკუნის ლიტერატურას რო შევხედოთ, რაღაც ესე სოფლიო ლიტერატურას რა, მივხვდებით, რომ აი ეს ტექსტი რაღაც ბევრი სხვა შენაკადების შედეგი არის რა. იგივე ვახსენეთ ედგარ პოს შემთხვევა, იგივე რაღაც მითები და ინტერესების ამბავიც და ბოლოს ყველაფერი მთავრდება იმით, რომ უნდა განჯადოვდეს საზოგადოება და მართლაც რომ რაღაც მეცნიერება შემოდის მთავარ დისკურსად და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. და სწორედ ამიტომ ეს რომ აი მე მაქს ვებერს ძალიან კარგი სოციოლოგს აქვს ეგეთი ძალიან კარგი ორი ცნება მოჯადოებული საზოგადოება და განჯადოებული საზოგადოება. რამდენად მნიშვნელოვანია რომ აღარ იყო შენ ადამიანი რომელიც ამბობს რომ მე რა თუ მშენებლობიდან ცემეც მოვიპარაო მე რა თუ ეს რა ქვია ხო და აი ამ კაუზალური კავშირის დანახვა მთავარი სკოლაში ალბათ ისწავლებოდეს უნდას გარეშე ვამბობ რომ საკუთარ მოპარვასა და 20 წლის მერე დანგრევას შორის ხედავდე ძალიან მკაფიო და ცხად კავშირს რომ პასუხისმგებლობა არ მოიხსნა მე ვფიქრობ თუ ეს პასუხისმგებლობა ყველას გააზრებული ექნება კორუფციის შედეგი მხოლოდ სიღარიბე კი არა ფატალური გამოსავალიც არის მაშინ შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მოიპაროს და აი ამ ტექსტის თუნდაც კარგად სწავლა ზოგადად ლიტერატურის მე ამას ჩემს სტუმრებს ხშირად ვეკითხები დასასრულისკენ რო წავდი იმედი მაქვს მოვანდომეთ ამ ტექსტის საკითხვა ჩვენს მაყურებლებს შეიძლება თუ არა შეცვალოს ადამიანში ლიტერატურამ მის დამი დამოკიდებულება იმიტომ რომ ერთი მხრივ პასუხი არის რომ შენში რაც არ არის იმას ვერ მისცემს იმპულს ვერაფერი მათ შორის ვერც ტექსტი მეორე მხრივ ხედავთ რა გავეშებული ებრძვის ლიტერატურას, ხელოვნებას და მეცნიერებას, განათლებას ყოველთვის ხელისუფლება არა მარტო ჩვენთან. ესე იგი, აქვს პოტენციალი განათლებას, რომ შეცვალოს ადამიანში რაღაც დეტერმინირებული ხასიათი თუნდაც. ნამდვილად და ეს რომ ასე არის, ჩვენაოს ხედავთ, თუნდაც მე-20 საუკუნის რეჟიმებით შემხედვარე. რატომ ათვინიერებენ მას და მაინც ლიტერატურას და რატო არა გეომეტრიას და ალგებრას? ანუ აქ კითხვა ხო ისმის რა, ანუ რატო ერევა მაქს იოსებ სტალინი იქნება თუ ჰიტლერი თუნდაც მუსოლინი ლიტერატურის საკითხებში. ენის საკითხებში რატო ერევიან? ანუ ესე იგი საბოლოო ჯამში შენ რომ ადამიანს შედგე გჭირდება უფრო მეტად და ამას თამამად ვიტყვე, რომ ლიტერატურა გჭირდება და ხელოვნება. იქნება იმიტომ რომ გეომეტრიას მაგდენი ადამიანი ვერ წაიკითხავს რომ მე ამით რაღაც შეცვალოს. აი მათემატიკა რიცხვებს ხო ვიყენებთ ყოველდღიურობაში, ანუ შესაბამისად მაგ რიცხვებს ყველას კარგად გვატყუებენ ისე. ხო. ესე იგი კიდევ ერთი იმის დამსხვა მოგვიწევს რომ ანუ შეიძლება თან ლიტერატურა კარგად ისწავლო და მათემატიკას და ეს ერთმანეთს არ გამორიცხავს რა. ხო, რა თქმა უნდა. მაგრამ ხო რაღაც განსაკუთრებულად რო ერჩიან ამაზე ვსაუბრობ. ხო, იმიტომ რომ მისი პოტენციალის გამო. რა თქმა უნდა. და აი წარმოვიდგინოთ უბრალოდ ერთი ესეთი დეტალი და როცა ჩვენ ვიცით რომ ლექსები იწეროდა ტრაქტორზე და პარტიაზე მივიღეთ გრძელვადაში შედეგი რომ ადამიანები ძახიან მე რა თუ რაღაც ადამიანს იჭერენ კანონში ხო ასე წერია. ანუ ინტერპრეტაცია უნდა დაიყვანო ყველაფერი მართლა ერთ ინტერპრეტაციამდე, ერთ ქალაქამდე, ერთ პარტიამდე და შესაბამისად ვის ეშინია ლიტერატურის იმათ ვისაც ეშინია თავისუფალი აზროვნები, შემოქმედებითი მუხტის. შესაბამისად ნამდვილად შეიძლება ეს ჩვენი რაღაც 1 საათიან საუბარი ინსპირაცია გახდეს, მაგრამ მენავლად ვისურვებდი, რომ 10 წლის შემდგომ, როცა სხვა თაობა და სხვა ხალხი ნახავს ამ ჩანაწერს, უფრო მეტი და უფრო მრავალფეროვანი
ინტერპრეტაციები იყოს სურამის ციხეზე და არა მხოლოდ სურამის ციხეზე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს გადაგვარჩენს, რომ უფრო კრიტიკულად და უფრო მრავალფეროვნად შევხედოთ სამყაროს და არა ისე როგორც ახლა გვთავაზობენ, რომ ერთი ქალაქი, ერთი პარტია, ერთი ინტერპრეტაცია, ერთი რაღაც ბელადი და ერთი მომავალი. ერთი ის არის, რომ აი ჩვენი ყველა ჩანაწერი ნებისმიერ წიგნზე, გვინდა არ გვინდა, ჩემი დღევანდელი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემი სტუმრების, მაინც მიდის პოლიტიზირებისკენ და ამას ვერ ავწდებით და 10 წლის თუ 100 წლის მერე ნახავენ და თუნდაც ესეც იქნება ინტერპრეტაციის საგანი, რატო ვუკავშირებდით ყველა ტექსტს უფრო სოციალურ კონტექსტს, ვიდრე თავად ლიტერატურას. იმიტომ რომ თავად მე ჯერ ამალე დადგება დრო საქართველოში, როცა ლიტერატურული ინტერპრეტაციები იქნება მხოლოდ ლიტერატურული და არ მოგინდება, როგორც მე სულ მინდება, ბოდიშს ვიხდი ჩემს ყველა სტუმართან, მაგრამ სულ მინდება პარალელის გავლება რეალობასთან. იმიტომ რომ დღეს მე ამას ვხედავ ჩემს იარაღად. ან დღევანდელი ჩემი ამოცანა არის ლიტერატურის, შეიძლება ცოტა ინსტრუმენტალიზაცია გამოდის, მაგრამ ხო, სურამის ციხეზე ლაპარაკიც მნიშვნელოვანი, ამიტომ მგონია, რომ რას უშვებოდნენ ტექსტებს, რა ტენდენციები იყო და რა გულდასაწყვეტია, რომ ახლაც იგივე სისტემა გვაქვს დასამარცხებელი უსამართლობის იგივე ფერებით და დეტალებით, ხო? და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩემ გადაცემაში მოსვლისთვის, ასეთი კარგი ტექსტის გახსენებისთვის. ხშირად პასუხები დღევანდელ დღეზე არის ძველ ტექსტებში, რომელსაც არ აძველებს მათი უნივერსალურობა. და ჩემი გეგმაც ახლა უკავშირდება, მივხვდი გადაკითხვისას, როდესაც ავარჩიეთ ტექსტი და რა თქმა უნდა, ყოველთვის როგორი 100-ჯერ წაკითხულთ რომ მქონდეს მოსვლის წინა დღეებში მაინც ვკითხულობ და აღმოვაჩინე მე მივხვდი რატომ მომინდა მეც დღეს როგორც სცენარისტმა ვიმუშაო ტრენდებზე, რომელიც გავრცელებულია ინტერნეტში. ალბათ ხედავ საფრთხეს ამ ბოდვით სისტემებში. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ სპონსორ ღვთისწყალს, წყლის ბრომატის გარშე საქართველოს უნივერსიტეტს, რომელსაც არ ეშინია თავისუფალი ადამიანების და პირიქით ამბობს, რომ სამყაროს შეცვლის იდეა სწორედ თავისუფლების არ უნდა ეშინოდეს, არც რექტორს, არც ლექტორს, არც ხელისუფალს და მაშინ გვექნება კარგი ქვეყანა. იდეა, რომელსაც სამყაროს შეცვლა შეუძლია, მხოლოდ თავისუფალი ადამიანის გონებაში შეიძლება დაიბადოს. მადლობა გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე.